გაცილებით უკეთესად იცხოვრებ, თუ გაურკვევლობისადმი ტოლერაციას აიმაღლებ. წინა ვიდეოში გესაუბრეთ, რომ როდესაც ცხოვრების მიმართულებას ვისვრით რადიკალურად, ტვინი ამ ყველაფერს გვიფუთავს როგორც ნულიდან დაწყებას. იმიტომ რომ ხედავს რამხელა ძალისხმევის ჩადება მოგვიწევს მომავალში. მაგრამ ეხლა მეც იმავე პროცესს რომ გავდივარ, ხვდები რომ საქმე კიდევ უფრო რთულად არის. რომ ვუყურებთ, რომ რამხელა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ამ ჩვენს მომავალ პროექტში და თან რომ ხედავთ, რომ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოვა, რაღაცნაირად პანიკდებით. უმეტეს ჩვენგანს ამხელა გაურკვევლობის ტოლერაცია არ გვაქვს. და რას ვაკეთებთ ამ გაურკვევლობის დასაძლევად? ვცდილობთ, რომ შევამციროთ რისკი. წინასწარვე მოვიძიოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, კარგად გავერკვიოთ საკითხში, ვკითხოთ ხალხს და ასე შემდეგ. მაგრამ გაიხსენე, როდის იმუშავა იდეალურად შენმა 60 წლიანმა გეგმა. ვივარაუდებ, რომ წლების მერე აღმოჩნდი საერთოდ სხვა ადგილას და არა იქ, სადაც გეგონა რომ იქნებოდი. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენი ინფორმაციაც არ უნდა ვაგროვოთ, აი ამ გაურკვევლობის ელემენტს ბოლომდე მაინც ვერ ჩავკლავთ. თან ამ დროს ტვინი გვიწყებს ვაჭრობას, რომ აი გაეტიე სადაც ხარ, არ გინდა ამხელა რისკის გაღება, შეიძლება გზაში რაღაცა დაგიშავდეს. ამიტომ მე გირჩევ სრულიად საპირისპიროს. აიმაღლე გაურკვევლობისადმი ტოლერაცია, გააკეთე ეს 60 წლიანი პროექტი, ჩადე მთელი შენი ენერგია ყოველგვარი გარანტიის გარეშე. ზუსტად გეტყვი, რატომაც უნდა გააკეთო ეს? იმიტომ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კვლევები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც გაურკვევლობის მიუხედავად დგებიან, თავიანთ ცხოვრებას რადიკალურად ცვლიან, დებენ ამაში მთელ თავიანთ ენერგიას, წლების მერე რომ ეკითხებიან, თითქმის ყველა მათგანი იძახის, რომ კმაყოფილია თავისი გადაწყვეტილებით. არის რაღაც ინფორმაციები, რომლის მოგროვებაც წინასწარ არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ამ ინფორმაციებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, თუ ავდგებით, გაურკვევლელ ტერიტორიაზე შევიჭრებით და დავაექსპლორებთ ამ ტერიტორიას. ზუსტად აი აქ შეხვდები ახალ ადამიანებს, აქ დაინახავ ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც სხვანაირად საერთოდ ვერ დაინახავდი და გაცილებით უფრო კარგად გაერკვევი იმაში, რა გინდა და რა არ გინდა. იმას არ გულისხმობ, რომ არანაირი ინფორმაცია არ უნდა მოვაგროვოთ, მაგრამ აი ეს პროცესში ძიების ელემენტი არის აუცილებელი. და ეს წინასწარ შედგენილი უსაფრთხო გეგმები მაინც არ რეალიზდება ზუსტად ისე, როგორც გვეგმავთ ხოლმე. მოკლედ, მომდევნო 3 წელი მაინც გავა. შეგიძლია იქ დარჩე, სადაც ხარ და 3 წელში იფიქრო, რომ აი ნეტა რამე გამეკეთებინა, ან შეგიძლია გარისკო და 3 წელში მინიმუმ იმას მაინც იტყვი, რომ შენი მაქსიმუმი ჩადე. მოკლედ, ნაბიჯის გადადგმა 100-დან 100 შემთხვევაში უფრო მომგებიანია, რა შედეგიც არ უნდა მიიღო საბოლოო ჯამში. თან ისიც არ დაგავიწყდეს, რომ სტატისტიკა შენს მხარეზეა და ძალიან დიდი ალბათობით უკეთეს ადგილას ამოყოფ თავს. ასეთი საკითხების მოძიება არის ჩემი ჰობი და ჩემი თავისუფალი დროის ძალიან დიდ ნაწილს უთმობ ამას. უამრავი ინფორმაცია მაქვს მოგროვებული, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს, რა საკითხებს გინდათ, რომ უფრო სიღრმისეულად შევეხო მომდევნო ვიდეოებში. ამიტომ კომენტარებში დამიწერეთ, რომ უფრო დიდი კონცენტრაცია გავაკეთო იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ.